ქართველი ადამიანი და საერთოდ საქართველოს თქვენ მოგხსენებათ მუდამ განცდაშია მუდამ გამოცდაშია იმიტომ რომ წილხვედრია პავლაწმინდის ღვთისმშობლისა და ქართველი ადამიანი უფრო მეტად გრძნობს რა არის ცოდვა და რა არის მადლი. ქართველი ადამიანი გრძნობდა რომ მადლი არის ყველაზე დიდი საუნჯე. ერთმა მოხუცებულმა ებრაელმა თქვა შეიძლება დაკარგო სიმდიდრე შენ შეიძლება დაკარგო ფული შენ არაფერი არ დაგიკარგავსო ამ შემთხვევაში შენ შეიძლება დაკარგო ჯანმრთელობა მაგრამ ცოცხალი დარჩე მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა წყალობა ღვთისა სიყვარული ღვთისა შენ ყველაფერი დაკარგული გაქვს აი ამიტომ ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა რომ მადლი მოეპოვა როგორც ამბობს სახარებაში კითხულობთ ჩვენ სადაც არის საუნჯე შენი იქ იქნება გული შენი ღმერთმა ინებოს რომ მადლი მოიპოვოთ